ჩემი საყვარელი პროპაგანდისტული ნარატივი არის, რომ ვაიმე ესენი რომ წავიდნენ, ვინ უნდა მოვიდეს. გეგონება ისეთი მაღალი თამასა აქვს, რომ ვერ იპოვი სხვა ადამიანს, ვინც ამ ყველაფერს დააკმაყოფილებს. ძალიან ელემენტარული რაღაცები გვჭირდება. უნდა მოვიდეს პრეზიდენტი, რომელსაც წერა-კითხვა შეუძლია. უნდა მოვიდეს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ერთადერთი ფრაზა არა აქვს ლექსიკონში, რომ ერთი არგუმენტი დამისახელე და სხვას ვერაფერს ვერ უპირისპირებს იმ უსამართლობას, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. უნდა მოვიდეს ქალაქის მერი, აღარ ვლაპარაკობ კორუფციულ გეგმებზე თუ სქემებზე, რომელსაც თაწმინდა მხოლოდ გამოსაქანებელი ადგილი არ გონია. უნდა მოვიდეს პარლამენტის წევრი, რომელსაც რაღაცა ხმები არ ჩაესმის და თან ინგლისურად მაინც შეძლებს ამის სწორად არტიკულაციას. უნდა მოვიდეს ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც ადამიანის მკვლელობის შეკვეთისთვის არ იძებნება. უნდა მოვიდეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასევე, რომელსაც ნახევარი ტყეები არ გადაუფორმა თავის ცოლს და დღეს კიდე სასჯელს არ იხდის ციხეში. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელსაც პრაქტიკულად გააკულაკეს და 10 წელი მიუსაჯეს. რა ვიცი, ძალიან დიდი სიაა ამათ ნაცვლად ვინ შეიძლება რომ მოვიდეს და ნებისმიერი თქვენი მეზობელი რო აიღოთ და დანიშნოთ, დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთ გაართმევს თავს საქმეს, ვიდრე ქართული ოცნების ნებისმიერი წარმომადგენელი.